როდის მეფობდა აბა თამარ მე? 90 წლებში. თუ მიპასუხებ 50 ლარიანზე ვინ არის გამოსახული, მოგცემ დიდ კოშკს, ძალიან დიდ კოშკს. თამარ მე. ხოჩა, ადამიანი, ცნობ თუ წაიკითხე. არა, ვცნობ. როდის მეფობდა აბა თამარ მე? 90 წლებში. რომელ 90 წლებში ვიდეო. მოკლედ ხალხო, 12 წლებში. მე-12 საუკუნეში მეფობდა თამარ მეფე. ვისაც ზოგადად ისტორიის სწავლა გინდათ და წიგნების გადაშლა გეზარებათ, აიღეთ ფული, გამოართეთ მშობლებს ფული და ამ ფულზე ყველგან ახატია და აწერია ვინ არის, რა არის, როდის მეფობდა, იწერია. თამარ მეფე მე-12 საუკუნე აუცილებლად გეკუთვნის უზარმაზარი, ყველაზე დიდი და ყველაზე მაგარი კოშკი, კოშკთა შორის. 10 ლარიანზე ვინ არის გამოსახული? თუ მიპასუხებ, ქექეს მოგცემ. ვინ არის გამოსახული 10 ლარი? ჭავჭავაძე. წაიკითხე თუ იცი? ვიცი. და პასუხი არასწორია, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე არ არის გამოსახული 10 ლარიან კუპიურაზე, მაგრამ შენ მაინც მოგცემ ქექეს. 5 ლარიან კუპიურაზე ვინ არის გამოსახული? იაკობ გოგებაშვილი. აი, კარგად დააკვირდი. ხედავ აქ. ივანე ჯავახიშვილია ხალხო. მეცნაც არ მახსოვდა, აი აქვე წერია, უყურე? აი აქ წერია ივანე ჯავახიშვილი. აჰა, შენ პატარა კოშკი.